ეკლესია ყველაზე დასუსტებულია ქართლის პირობებში. ნამდვილი ძლიერი ეკლესია დაარწმუნებული იმით, რომ არც საჭიროებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. და ეს არა მარტო პირდაპირ დაფინანსება ის 50 მილიონი, რომელსაც ურიცხავენ, რომ ხალხს გქონია, ეს არის იგივე დაფინანსებაც. საგადასახადო შეღავათები, სხვა პრივილეგიები, მიწების ჩუქებები და ასე შემდეგ. ძალიან დიდ ფულზეა საუბარი. ბევრად მეძია ვიდრე 50 მილიონი. ამას არ უნდა ჭირდებოდეს ძლიერ ეკლესიას, იმიტომ რომ ეკლესია ძლიერი, როცა მისი მრევლია ბევრი და მრევლი არის გულსფელი და მართლა ეკლესიაზე ზრუნავს. თქვათ რა ვიცი, მილიონი ადამიანი მაინც რო იყოს ეკლესიური ჩვენ ქვეყანაში და თვეში 10 ლარი შეეწირა ეკლესიისთვის, გამოვიდოდა 120 მილიონი, ხო? ეს იქნება ძლიერი ეკლესია. ძლიერი ეკლესია ის არის, რომელიც მთავრობას არ ეწუწუნება და მთავრობის არ ეშინია, რომელიც იქეთ პრეტენზიას უყენებს. რამდენი მეფე იყო, რომელიც თქვა დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლასთან, იმიტომ რომ მეფეზე მაღლა იდგა ხოლმე ეკლესია, როცა ძლიერი იყო. და აი სუსტი ეკლესია მთავრობას ემორჩილება, მთავრობისგან ფულს იღებს და ეს ყველაფერი ეხლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო. ყოველთვის დამოუკიდებლობის ისტორიის ნაწილი რო ავიღოთ, ეხლა საბჭოთა კავშირი გასაგებია. ქართულ ოცნებას არ ნახულად დაასუსტა ჩვენი ეკლესია.